აძვირებს მედიკამენტებს ხო პარლამენტში საფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს მოусმენენ ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. სუსმა 3.5 მილიონის მითვისებისთვის უფასო სასადილოების პროგრამის კონტრაქტორების დირექტორები და თანამშრომელი დააკავა. საქართველოს D5 საიმიგრაციო ვიზის გაცემა სამკაცრებს უცხოელი $150,000-ზე მეტი ღირებულების ქონებას უნდა ფლობდეს. მარტში ენერგეტიკულ ბირჟაზე 2.3 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა, 1 კილოვატ-საათის ფასმა 14.4 თეთრი შეადგინა. სემეკმა ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის სალიცენზიო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო $50,000 დააჯარიმა. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას დღესთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს. მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით დააკავეს კომპანიების დირექტორები, რომლებიც უფასო სასადილოების მომსახურების გაწევისას 3.5 მილიონი ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფნენ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, საუბარია რამდენიმე კომპანიაზე, რომლებიც უფასო სასადილოების სერვისების მიწოდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის არის კომპანია ალადაშვილი & კო, რომელმაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში არაერთი ქვეკონტრაქტორი დაიქირავა, რომლებმაც თანხები არაჯეროვნად განკარგეს. გამოძიებაში აცხადებენ, რომ კომპანიები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 14,451-მდე ბენეფიციარისთვის მოწყობილ უფასო სასადილოებში პროდუქციის მიღება ჩაბარების აქტებს აყალბებდნენ და ამ გზით 3.5 მილიონი მიითვისეს. დაკავებულია მერის კონტრაქტორი ალადაშვილი & კოს დირექტორი და მისი ქვეკონტრაქტორები გიდის, ბადეს და ალიონის დირექტორები, ასევე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი. ალადაშვილი & კოს სახელმწიფო ტენდერებში 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად კომპანიას წლების განმავლობაში 87 ტენდერი აქვს მოგებული და ჯამში 62 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული. ასევე 12 გამარტივებული შესყიდვიდან თითქმის 2 მილიონი აქვს მიღებული. ბიზნეს რეესტრის მონაცემით კომპანია ალადაშვილი & კოს დირექტორი და 100%-ის მფლობელი არის ბიზნესმენი რეზო ალადაშვილი. ხოლ პარლამენტში საფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს მოусმენენ საკანონმდებლო ორგანოში. ფასების კომისიაზე უკვე შედგა შეხვედრა მედიკამენტების მწარმოებლებთან. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უნდა გაფართოვდეს, რაზეც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამის რესურსი არსებობს. მისი თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ დაურეგულირებელ მედიკამენტებზე შესაძლოა არასწორი საფასო პოლიტიკა იკვეთებოდეს, რაც რეგულირებას საჭიროებს. ჩვენ მივესალმებით, რომ 100%-მდე რეფერალური ფასწარმოქმნა გავრცელდეს რეცეპტულ მედიკამენტებზე, მათ შორის თუ კი რამე მედიკამენტი არსებობს ყველაზე. ეხლა რამდენადაც ჩვენ უკვე ითქვა 70%-მდე სახელმწიფომ განსაზღვრა მედიკამენტებზე ფასი. რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიაზე შეიძლება ფიქრი, შეიძლება საუბარი, შეიძლება ქვეყნების შერჩევაზე ლაპარაკია, როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენე სლოვენიამ მშვენიერი ქვეყანაა ერთ-ერთი მისი ფასების გასათვალისწინებლად, მაგრამ ფაქტია, რომ თუ 100% დაიფარება, ჩვენ ამას მივესალმებით. მიღმა რეგულირების მექანიზმების გაფართოების შესაძლებლობისა მედიკამენტების მწარმოებლები საუბრობენ იმ გამოწვევებზეც, რაც მათ წარმოების პროცესში აქვს. წარმოებების ნაწილი და გაჩერებულია მას შემდეგ, რაც საქართველოში GMP სერტიფიკატის ქონის ვალდებულება გაჩნდა. ამასთან ერთად ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ ექსპორტის არეალების გაფართოებაზე მუშაობენ, თუმცა ამ კუთხითაც არსებობს გამოწვევები, რაც ამ შესაძლებლობის სრულად ათვისებას აფერხებს. რაღაც მედიკამენტები იყო, რომელიც ვეღარ აწარმოა GMP-მ, რამოდენიმე იყო ისეთი, იმიტომ რომ ფასში ვეღარ ჩაეტია და დაანება თავი მედიკამენტს. თუმცა, რა ვიცი, ვეძებთ უფრო იაფ გზებს, რომ ჩავედიოთ იმ ფასებში, რაც არის და თუ სიაფეზე არის ლაპარაკი, მესმის რომ შეკითხვის აზრი ეს არ იყოს, მაგრამ ძირითადი ადგილობრივი მწარმოებლისთვის ფასის გასაიაფებლად მნიშვნელოვანი არის სკეილი, ანუ შესაძლებლობა ბევრი აწარმოოს. ამიტომ არის ჩვენი საშველი ექსპორტში და ის ექსპორტი არა მარტო ექსპორტით რაღაც თანხის გენერაციაში გვეხმარება, არამედ მოცულობების გენერაციაში გვეხმარება. ის მომწოდებლები, რომლებიც ჩვენთვის აწარმოებენ, ნედლეული იქნება თუ ბალკის სახით, აწარმოებენ მილიარდობით ტაბლეტსაც ძალიან დიდ რაოდენობას. აქედან გამომდინარე, მათი თვითღირებულება არის ძალიან დაბალი. საკმაოდ კარგი იქნებოდა საექსპორტო დოკუმენტაციაში გარკვეული
ცვლილებების შეტანა თუნდაც წარმოშობის სერტიფიკატის მიღებაზე არის გარკვეული წინაღობები, არა ბიუროკრატიული, უბრალოდ თემატურად განსახილველი საკითხები ჩვენ შემთხვევაში. რა საკითხები გამოიკვეთა პარლამენტში გამართულ პირველ შეხვედრაზე, რა გამოწვევები აქვს საქართველოში მედიკამენტების მწარმოებლებს და რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც დღეს მედიკამენტების ფასებზე მოქმედებს თემაზე ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტს ლევან გოგიბერიძეს მასპინძლობთ, რომელიც საქმის კურსის პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ბატონო ლევან, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. ბატონო ლევან, პარლამენტში მწარმოებლებთან შეხვედრა უკვე შედგა, თქვენც უსმენთ დარწმუნებული ვარ ამ შეხვედრას და რა იყო ბიზნესის მთავარი გზავნილი, როგორ ფიქრობთ? საინტერესო ალბათ მაყურებელს ყველაზე მეტად ეს საინტერესებს, რისგან შედგება დღეს მედიკამენტის ფასი და რომელი კომპონენტი აძვირებს ყველაზე მეტად საბოლოო ფასს? ხო, ანუ ფარმაცევტული წარმოება ეს არ არის მარტივი წარმოება, ეს საკმაოდ ისეთი გრძელი ჯაჭვია, თითეული ჯაჭვის რგოლი კაცრად კონტროლირებადია, როგორც ხარისხის მიმართულებით, ასევე სანდოობის მიმართულებით და ასე შემდეგ. ანუ დაწყებული სუბსტანციიდან დამთავრებული საბოლოო პროდუქტამდე. ამით უმეტეს, როდესაც ჩვენ საქართველოში თამას ავწიეთ, ასე ვთქვათ, ხარისხის ძალიან მაღლა, შესაბამისი სახელმწიფო დადგენილებებს გულისხმობ, როდესაც GMP სტანდარტის დაცვა მოუთხოვეთ არა მარტო საბოლოო პროდუქტის წარმოებაზე, არამედ იმ სუბსტანციაზე, რომელი სუბსტანციების გამოიყენება ამა თუ მედიკამენტის წარმოებაზე, რა თქმა უნდა, ამან კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გახადა მიმართულებით თითეული ჯაჭვი, თითეული კომპონენტი. ცალკე აღებული ფასის წარმოქმნაზე ეს თითეული, რა თქმა უნდა, რგოლი მოქმედებს. მეორე მომენტია ადგილობრივი წარმოება რამდენად სულად ფარავს იმ მოთხოვნებს, რომელიც ამჟამად არის ფარმაცევტულ ბაზარზე. ყოველთვის მაგას ვამბობდით და ეხლაც იმას ვიმეორებ, რომ მედიკამენტი ეს არის სტრატეგიული პროდუქტი, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჭირდება ამ მიმართულებით ადგილობრივი წარმოებლის სახელმწიფოსგან, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი ხელშეწყობა, მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივი წარმოების განვითარება, მით უმეტეს მოგეხსენებათ მსოფლიოში როგორი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, ეს კონფლიქტები იქნება საომარი თვითონ პოლიტიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ რისკებს შეიცავს იმam მიმართულებით, რომ რაიმე პრობლემა არ იქნეს იმპორტირებული მედიკამენტების, ასე ვთქვათ, მოწოდების ჯაჭვში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გქონდეს ადგილობრივი წარმოება ძალიან ძლიერი, ძალიან ფართო მოცულობით. ხო, ეს მოგონილი არ არის, ხო, იგივე პანდემიის დროს სიტუაციამ ჩვენ დაგვარწმუნა და დაგვანახა კიდევ ერთხელ, რომ როდესაც რაღაცა კრიტიკული მდგომარეობა იქნება მსოფლიოში, ამ დროს შესაძლებელია რაღაცა წვეთა იყოს მოწოდების ჯაჭვში და რაღაცა პრობლემები წარმოიქმნას. ბატონო ლევან, რა სჭირდება ადგილობრივ წარმოებას იმისთვის, რომ განვითარდეს? რა მიმართულებით არის აუცილებელი მათ შორის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა? თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან არის თუ არა რაიმე სახის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც GMP სტანდარტი შემოდიოდა, ძალიან ბევრი ფარმაცევტული კომპანია ამბობდა, რომ უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებდნენ ისინი ამ სტანდარტებს და საბოლოო ჯამში ვიცით, რომ წარმოებები გაჩერდა. თქვენთანაც არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე. დაახლოებით რა მასშტაბზე გვაქვს საუბარი, რა მასშტაბის წარმოებები გაჩერდა მაშინ, სწორედ იმიტომ, რომ GMP სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს და აქედან გამომდინარე რა დაუკარგეთ და რა გვჭირდება, რომ რაღაცნაირად წარმოებები წავახალისოთ და უფრო მეტი ვაწარმოოთ ადგილობრივად. სანამ GMP სტანდარტი, ასე ვთქვათ, განისაზღვრებოდა და სავალდებულო გახდებოდა ადგილობრივი წარმოებებისთვის, იყო დაახლოებით 51 მწარმოებელი. ამჟამად სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ 4 წარმოება, რომელიც აგრძელებს მუშაობას GMP სტანდარტის სერტიფიკატის შესაბამისად. რამოდენიმე წარმოება 2 თუ 3, რომელიც ამჟამად, ასე ვთქვათ, რეკონსტრუქციის პროცესშია და მუშაობს მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის, ვინაიდან მათ აკრძალული აქვს ისევ და ისევ GMP სტანდარტის მოთხოვნიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება. ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს კომისიის სტომაზეც გაჟღერდა, მნიშვნელოვანია წარმოებებს კონდეთ მეტი საშუალება და მეტი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან საექსპორტო ბაზრების ათვისების მიმართულებით, ხო? პირველი ნაბიჯი ჩემი აზრით
არის ის, რომ თვითონ ჩვენი სამინისტრო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ჩვენს ფარმაცევტულ სექტორს ასე ვთქვათ კურირებს, ის უნდა იყოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული იმიტომ და იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ გაცემულ GMP სერტიფიკატს ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. საერთაშორისო აღიარება მოგვიტანს იმას, რომ ძალიან ფართო გაიღება კარები, ასე ვთქვათ, საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. ამ ეტაპზე ვინაიდან ჩვენი მარეგულირებელი არ არის გაერთიანებული არც ერთ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციაში, ეს იწვევს იმ პრობლემას, რომ ჩვენს ქვეყნის მიერ გაცემული GMP სერტიფიკატი ფაქტიურად რჩება იმ დოკუმენტად, რომელსაც ვალიდურობა გააჩნია მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე, უცხოეთში, განსაკუთრებით ეს ევროპის მიმართულებით ამ სერტიფიკატს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ მიმართულებით, ევროპის მიმართულებით განსაკუთრებით ხელშეკრულები ვართ. აზიის მიმართულებით უფრო ასე ვთქვათ, ნაკლები მოთხოვნა ამ მიმართულებით, თუმცა იქაც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, GMP სერტიფიკატის მოთხოვნა. პირველი ნაბიჯი ჩემი აზრით უნდა იყოს ეს. ახლა ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია თვითონ მინისტრის ჩართულია ამ საქმეში, რომ რაღაცა ნაბიჯები გადაიდგას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტო გაწევრიანდეს თუნდაც პიკესის ორგანიზაციაში, რაც ისევ მეორე მისცემს საშუალებას ჩვენს წარმოებლებს, ასე ვთქვათ, უფრო აითვისონ საექსპორტო ბაზრები. გასაგებია. ბატონო ლევან, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათ შორის დაურეგულირებელ მედიკამენტებზეც და ამბობს, რომ შესაძლოა არასწორი საფასო პოლიტიკა მოქმედებდეს. აქ სავარაუდოდ საუბარია რეფერენტულ ფასებზე. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას და რა რისკს ხედავთ რეფერენტული ფასების მექანიზმის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას? ჩვენ გვახსოვს, როდესაც ზოგადად რეგულირების ეს მექანიზმი შემოდიოდა, მაშინ იყო გარკვეულ რისკებზე საუბარი. რა გვანახა მათ შორის რეფერენტულმა ფასს წარმოქმნან, იმიტომ რომ ბაზარი ნაწილობრივ მაინც რეგულირებული გახდა. რა მოგვცა ამან საბოლოო ჯამში და თუ უფრო მეტად გაფართოვდება ეს რაიმე რეალურ ხელშესახებს თუ მოგვცემს თუნდაც მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით? აი, რეფერენტულმა ფასებმა ხა სტატისტიკურად რაც მოგვცა არის, რომ ზოგიერთ ამ ასე ვთქვათ, ჩარჩოში რომელი მედიკამენტიც მოექცა და ეს არის დაახლოებით 7000 და ცოტა მეტი მედიკამენტი, იმათზე, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, დაახლოებით 30-40%-ით მოხდა ფასების შემცირება. ხა აქ იმასაც გაუსმენ ხას ეს 30 და 40%-ით გაიაფება მედიკამენტის რეალურად შეეწყო თუ არა ჩვენი პაციენტების, ასე ვთქვათ, ჯიბეს და რამდენად მაყოფილები არიან ისინი ამ ფასით. თუმცა გამოსავალი აქ ის არ არის, რომ რაღაცა კიდე შევზღუდოთ ჩვენი სექტორი და რაღაცა მარწუხებში მოვაქციოთ, ხო? თუმცა კარგია, სექტორი მზად არის, რომ ის დარჩენილი დაახლოებით 4000-ია თუ არ ვცდები, 4000-მდე დასახელების მედიკამენტია, ისიც მოიქცეს რეფერენტულ, ასე ვთქვათ, ფასდარმოქმნის ჩარჩოში. ამაზე საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა იყო პრობლემები, იყო საუბარი იმ 4 ქვეყანაზე, რომელიც იყო არჩეული, რამდენად შეესაბამება რეალობაში ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობა იქ არსებულ სიტუაციას, იქაური ბაზრის მოთხოვნები და აქაური ბაზრის მოთხოვნები როგორ იყო, თუმცა რადგან ეს დადგინდა, სექტორის რა თქმა უნდა ნებით უნებლიეთ ამ ჩარჩოებში მოექცა და შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, არ მოხდეს ისე, რომ ის არა ფარმაცევტული ბაზარი ჩვენი მოსახლეობა დარჩეს რომელიმე მოლეკულის გარეშე, ხო, რაღაცით ჩამოწვა. არის დღეს პრეცედენტები ამ კუთხით. დასაწყისში გვახსოვს, რომ იყო კონკრეტულ მიმართულებებზე რაღაც დეფიციტის რისკები და ამ ნაწილში აქტიურად იყო ბიზნესის მხრიდან საუბარი. დღეს არის თუ არა გარკვეულწილად ამ ნაწილში პრობლემები და მათ შორის ხომ არ არის აუცილებელი არსებული ფორმულის გადახედვაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და მათ შორის იმ ქვეყნებზეც, რომელსაც ასე ვთქვათ, ვედარებით ამ შემთხვევაში. რეფერენტული ფასების გადახედვა ისედაც მიმდინარეობს, როგორც დღესაც მოხდა გარკვეული გადახედვა და ფასების ცვლილება, ეს ასე ვთქვათ, ჩადებულია იმ დოკუმენტში,
რომელიც რეფერენტულ ფასებს არეგულირებს გამომდინარე სიტუაციიდან, ეკონომიკური მდგომარეობიდან, ინფლაციიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად გადახედავს ახლა სამინისტრო თავიდან ამ ფორმულას, რამდენად შეცვლის იმ 4 ქვეყანას, ეს კიდე ცალკე თემაა, ცალკე სამუშაოა. ჩვენ მზათა ვართ, ასე ვთქვათ, სექტორი მზათა თუ საჭიროა ამ მიმართულებითაც ჩავერთოთ ამ საქმიანობაში მაქსიმალურად, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახლა რამდენად რეალური იქნება ეს, ამაზე ნამდვილად მე პასუხს ვერ გაგცემ, თუმცა ისევე მეორე სექტორი თანამშრომლობისთვის მზად არის იმისთვის, რომ დარჩენილი მედიკამენტებიც დაიფაროს, მოხდეს ამ რეფერენტულ ჩარჩოში და აი ნახოთ შემდგომ რეალურად რას მივიღებთ და ხო, რაც შეეხება დეფიციტებს, ახლა დეფიციტები მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად არც ერთ მოლეკულაზე არ არსებობს, უბრალოდ რაღაც ფასების ცვლილებები ალბათ დააფიქსირეთ, რომ კომისიის ხომაზე გააზრდა მაგალითად გადასასმელებთან დაკავშირებული პრობლემა, რომ ამჟამად შემოდის ევროპული, რომელიც ძვირია ფასით, რა თქმა უნდა, ვიდრე იგივე სომხეთში ნაწარმოები, გადასასმელი სისტემები, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რომ სამწუხაროდ სომხეთის წარმოებელი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეხლა როგორც ვიცი, აქ ჩვენი ინსპექტორატი აპირებს იქ ჩასვლას ინსპექტირებაზე, რომ რამდენად შესაძლებელია ექვემდებარება ის წარმოება GMP-ის იმ სტანდარტს, რომელიც ჩვენს მოთხოვნებშია. ნუ თუ დააკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ისევ აღდგება ის მიწოდება. თუ არა, რა თქმა უნდა, ის ჩანაცვლდა, უკვე ჩანაცვლდა, ისევ მეორე ფასებში არის სხვაობა. იქ გაჟღერდა, რომ ეს მარტივი პრეპარატია და ამის წარმოებას რა უნდა ამასობაში სისხლის კომპონენტ შემცვლელი პრეპარატებზეა საუბარი, გადასასმელებზე, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი საწარმოებია ფარმაცევტული ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ურთულეს გარემოს მოიცავს სტერილურობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბევრი ქარხანა ამჟამად არსებული ჩვენი წარმოებლები ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ და საკმაოდ რთულია. გასაგები. ხო, პარლამენტი უკვე საფთიაქო ქსელებს მოусმენს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის მედიკამენტებზე ფასებზე საუბრისას ხშირად ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში აქცენტის გაკეთება აფთიაქების რაოდენობაზე. თუ შეგვიძლია რომ აუხსნათ, მათ შორის რა წილი შეიძლება ეჭიროს ზოგადად ობიექტების შენახვის ხარჯს მედიკამენტის თვითღირებულებაში, თუ არის ზოგადად დათვლაში ესეთი და ასევე აქვე ჩაგეკითხებით, რამდენად სწორია ამ კუთხით თუნდაც გეოგრაფიული შეზღუდვების შემოღება, რაზეც საუბრობდა ჯანდაცვის მინისტრი ბოლო პერიოდში. ხო, არა, ნამდვილად მე ვერ გეტყვით ახლა რა პროცენტი უჭირავს აფთიაქების, ასე ვთქვათ, შენახვის ხარჯებს ამა თუ იმ კომპონენტში მედიკამენტის ფასში. მაგრამ მეორე მომენტია, მე საერთოდ ვერ ხედავ კავშირს აფთიაქების რაოდენობასთან და ფასთან დაკავშირებით, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენტული ფასები მოქმედებს, ეს არის მაქსიმალური ფასი ზღვარი, რომელთაც შეიძლება ასე ვთქვათ რეალიზაცია მოხდეს ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების, ხო? ხა ეს სამკურნალო საშუალება ერთ აფთიაქში გაიყიდება და 100 კაციანი რიგი დადგება იქ თუ 10-ში გაიყიდება და 10 კაციანი რიგი იქნება, მე მგონი აქ დიდი ის არ უნდა ხო განსხვავება ფასში მაინც არ იქნება 1-ში გაყიდი თუ 10-ში გაყიდი. აგრეთვე ხა უნდა ვთქვათ ისიც, რომ გარდა ამისა ხელმისაწვდომობის თემა ერთია და მეორეა თვითონ თქვათ ბიზნესის კუთხით ყურება, ხო ამ საქმეზე. არ მგონია არსებობის ქვეყანაში რომ კერძო მეწარმე ეს იქნება თუნდაც ერთი აფთიაქის მეპატრონი, იქნება თუ ქსელის მეპატრონი, რომ თუ ის აფთიაქი ასე ვთქვათ არ ფარავს თავის ხარჯს, ის შეინახოს და ასე ვთქვათ მინუსით ამუშავოს უხეშად რო თქვა. ხო, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა ისეთი თემაა, რა კავშირშია ფასი, როდესაც ისევე მეორე ფასი რეგულირებულია, განსაზღვრულია, რომლის ზევითაც ის ვერ გაიყიდება, ანუ რეალიზაცია არ მოხდება. გასაგებია. ხო, ჩემთვის ცოტა ისეთი. მადლობა ძალიან დიდი ინტერვიუსთვის. ნახოთ რა აქცენტები გაკეთდება უკვე ხვალინდილ შეხვედრაზე. ჩვენი სტუმარი იყო ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე.
საქმის კურსი 15 საათსა და 30 წუთზე დასრულებულია, განახლებული ინფორმაცია 17 საათსა და 30 წუთზე დაგებრუნდებით.